აქ ჩემს უკან რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი კობის გზის ნომერ მე-6 ხიდი შენდება, რომლის საერთო სიგრძეც დაახლოებით 200 მეტრზე მეტია. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, სადაც თურქული საზედამხედველო კომპანია პირდაპირ წერს, რომ ხიდის პირველი 75 მეტრიანი მონაკვეთი კრიტიკული დარღვევებით აშენდა. კერძოდ არმატურის უზარმაზარი ნაკლებობითა და ეგრეთ წოდებული ცივი ნაკერებით. თურქული საზედამხედველო კომპანიის მიერ ეს დოკუმენტი 22 ივლისს არის შედგენილი. მშენებლობის ადგილას ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ ამოვედით და კი ხედავთ, ჩემს უკან გაცხარებული სამუშაო მიმდინარეობს. არადა, დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დარღვევების აღწერის შემდეგ სიტყვით ასია დაწერილი. ამ წერილობითი ინსტრუქციის მიღებისთანავე კონტრაქტორმა, ანუ ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა სამშენებლო სამუშაო ბეტონის ჩასხმის ფაზის შემდეგ კონკრეტულ მონაკვეთში. ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურომ სამუშაოები კი არ შეწყვიტა, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკული დარღვევებით აშენებულ ხიდზე მშენებლობის სამუშაოები გაზრდილი ძალისხმევით გრძელდება. ქვეშეთი კობის გზას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს. ამ საქმისთვის მან ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო დაიქირავა. ხარისხის კონტროლისთვის კი მისი კონტრაქტორი თურქული საზედამხედველო კომპანია UBM-ია. ჩვენ პირველ რიგში დამკვეთს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს მივმართეთ. წერილობითი ინსტრუქციის მიღებისთანავე კონტრაქტორმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამშენებლო სამუშაო. მე ხა ამაზე პასუხი არ მაქვს, უნდა მოვიკითხო. შენ ხო ხვდები და ანუ საუბარი არის ისეთ კრიტიკულ დარღვევებზე, რომელიც კონსტრუქციის სიმტკიცეს, მდგრადობას, საფრთხეს ხო. კი ბატონო, გავიგე, მოვიკითხავ და დაგიბრუნდები, რასაც მეტყვიან იმის მიხედვით. დოკუმენტში, რომლის საბოლოო დასკვნას ახლა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს ვუკითხავთ, შეუსაბამობისა და დარღვევის რამდენიმე ფაქტია მითითებული. 2026 წლის 22 ივლისს დილის 9 საათზე, როდესაც ინჟინერი სამშენებლო მოედანზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ კონტრაქტორს ფილის ბეტონის ჩასხმა ინჟინრის თანხმობის გარეშე დაეწყო. ინჟინრის გაფრთხილების მიუხედავად, დაფიქსირდა, რომ ბეტონის 3 ტუმბოს ნაცვლად 1 ტუმბო მუშაობდა. ბეტონის საწარმოო 2 ქარხნის ნაცვლად მხოლოდ 1. სარეზერვო ტუმბო გაუმართავი იყო, რაც ფიზიკურად გამორიცხავდა 1425 კვადრატული მეტრის ფართობის ჩასხმას 1135 კუბური მეტრის ბეტონით. ბეტონის ტუმბოს გაუმართავობის გამო 23 ივლისის დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე ბეტონის ჩასხმის პროცესი შეწყდა და თავიდან დაიწყო. ამ დროში კოლოფურ ფილასა და დიაფრაგმის კედლებში ცივი ნაკერები ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ბეტონის სამუშაოების დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ იყო ლითონის დიდი რაოდენობის დანაკლისი. ჯამში 6456 ერთეული სხვადასხვა ტიპის არმატურა აკლდა. ბეტონირების სამუშაოები 66 საათის შემდეგ, 24 ივლისის საღამოს 7:30-ზე დასრულდა. სამინისტრომ ეს ანგარიში ზედამხედველი კომპანიისგან 25 ივლისს მიიღო. ჩვენ კი ასეთი პასუხი გაგვცეს. ხიდზე არმატურის ნაკლებობა არ არსებობს, სადაც საჭირო იყო კორექტირება ზედამხედველობის კონტროლით გამოსწორდა სამუშაოების დაწყებამდე. აღებული იქნა ყველა საჭირო ნიმუში და თუ ამ კვლევებითა და შემოწმებებით დადასტურდა ცივი შეერთება, დაიწყება გამოსწორების პროცესი. საუბარია ერთი კონკრეტული ბეტონის ფილის შესახებ და არა მთლიან მე-6 ხიდზე. ეს ხიდი მრავალფილიანი კონსტრუქციაა და ერთი მონაკვეთის დეფექტი არ ნიშნავს, რომ მთლიან ხიდზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. Size Ardi'nin izni olmadan bilgi vermem ne kadar doğru bilmiyorum. Sorry. RDI-ის ნებართვის გარეშე არნერი ინფორმაციას არ მოგეცდით. არ ვიცი რამდენად ზუსტია. და ეს ვინ არის RDI ვინ არის? Ardi road department. საავტომობილო road department employer. I am და ისინი რა შუაში არიან? ზედამხედველი თქვენ ხართ აქ. ანუ მე გზების დეპარტამენტთან არ მაქვს კითხვა, თქვენთან მაქვს კითხვა, როგორც თავარ ზედამხედველთან. ეს ხიდი კრიტიკული დარღვევებით არის აშენებული ჩვენი ინფორმაციით, რატომ არ მოახდინეთ მისი შეჩერება? თქვენ ხომ პასუხისმგებლობა გეკისრებათ? ისე თურქულად წერს და მე ეს პროგრამით ვთარგმნით. სხვა გზა არაა, იმიტომ რომ თარჯმანი არ აყავს. ეს ჯიჰად გუმუს თურქმენია, ზედამხედველი თურქული კომპანიის უფროსი ინჟინერი. აბა ესე იგი დაწერა თურქულად და მე მითარგმნა ქართულად. კონტრაქტორმა ბეტონის სამუშაოები ხიდის შემოწმების
დასრულებამდე და დამტკიცების მიღებამდე დაიწყო. შედეგად გაიხსნა შეუსაბამობის შესახებ შეტყობინება, არ დამტკიცდა წარუმატებლობის უფლება და გადახდა არ განხორციელდა. კონტრაქტორისგან მოითხოვეს ტესტები და ბეტონის ხარისხის დამადასტურებელი ანგარიში. თუ ანგარიში არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ბეტონი დაინგრევა. Yes. Bridge engineer, rebar, check, no finish. ჯიჰატი გვიხსნის, რომ მშენებლებმა მუშაობა იქამდე დაიწყეს, სანამ ყველა საჭირო ტესტი ჩატარდებოდა და ამ ბეტონის სამუშაოს ჩაბარებას არ აპირებს. This concrete engineer not approvable. ჩვენ კი ვეკითხებით, როგორი იყო მისი რეაგირება, როცა აღმოაჩინა, რომ ბეტონის სამუშაო საინჟინრო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. No. Instrumentariumos, no? Yes and no. Yes. ანუ სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეთ, მიდასტურებთ. Contractor, go, continue, concrete. არაფერი არ შემიძლია, კონტრაქტორი აგრძელებს მუშაობას. უცნაურია, რომ $1 მილიარდიან პროექტში ერთი თარჯიმანი ვერ იქირავეს. სამშენებლო მოედანზე ინჟინერმა რომ მუშას რამე უფასო Google Translate-ის გარეშე გააგებინოს. ჩვენ 5 წუთში ვიპოვეთ სამეგობროში თურქული ენის მცოდნე და ასე დავიხმარეთ. თვითონ მოითხოვა თუ არა ხიდის სამუშაოების შეწყვეტა მშენებლობის. Siz köprünün dikilmesinin dayandırılmasını talep ettiniz mi efendim? Şimdi bakın, Rot Departmanı'nın izni olmadan ben gazetecilere açıklama yapamam. Sonuçta ben Rot Departmanı'nın en direkt elemanıyım. Durdurulmasını istedik, onlar durmadılar, devam ettiler. NCR açtık. Gela geçmez paçam. ხო. ის ამბობს რომ ანუ ჯერ არ მოპასუხობდა რომ მე არ მაქვს უფლება რომ გიპასუხოთ და ორჯერ სამჯერ რომ ვკითხე მიპასუხა რომ კი ჩვენ თავის დროზე შევატყობინეთ და მივცეთ კიდევაც რომ ეს უნდა შეჩერდეს. რატომ ასე არ შეჩერდა? სატელეფონო კონსულტაციიდან უკან დაბრუნებულმა ჯიჰატმა ჩვენთან საუბარი შეწყვიტა. აი გეკითხება. აღარ. Information finish. ქვეშეთი კობის გზა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის თითქმის 13 კილომეტრიანი ნაწილია, რომელიც 5 ახალი და 1 სარეაბილიტაციო ხიდისგან შედგება. პროექტში 4 გვირაბია გათვალისწინებული. მთავარ გამოწვევად 426 მეტრიანი თაღოვანი ხიდი მიიჩნევა, რთული საინჟინრო ნაგებობა. ჩვენ რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები მე-6 200 მეტრიანი ხიდის 75 მეტრიან მონაკვეთს შეეხება. მაგრამ წყარო გვიყვება, რომ გვირაბებსა და სხვა ხიდებზეც არაერთი დარღვევა დაფიქსირებულა. სწორედ ამ გზის მშენებლობას მოჰყვა 29 მარტს სასაფლაოს ჩამოშლა სოფელ წკერესთან. მიცვალებულებს რამდენიმე დღე ეძებდნენ. მთის ამბების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 50-50,000 ლარი გადაუხადეს. მშენებლობას უკვე 4 მუშა შეეწირა. მიწა ჩამაიშალა და მკვდრები არა მკვდრები რაც იყო ეგენი დაასაფლავეს ერთი იქა ის ახალგაზრდა ბიჭი და 2-იც აქ 4 მუშა ხო დაიღუპა აი მოხევეებიც კი ბეძრე გადარჩნენ აქ მე ჯართებს ხო სულა ქუჩებდი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოხევე აი მე დამავიწყდა სახელი მანათ ხო ბაბო პერერივზე გამოედითო აი პერერივზე გამოედითო და წამებში ჩამაიშალა წამებში აი ვერ მოასწრებდით გამოქცევასავე რაღაცასაც წნავდით თუ რა. სად ჩამოიშალა ეგ? ისაც აი ამ ადგილში სადღაცაც იყო. მიწა ხო? ხო, მიწაცა და ცემენტიც იყო იმაშინ უკვე მიკროლ და ისა. ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურომ დააზარალა ადგილობრივი მოსახლეობაც. გაუმართავი საინჟინრო სამუშაოების შედეგად დაიმეწყრა, ადგილიდან მოწყდა და გამაგრების მცდელობის მიუხედავად გამოუსადეგრად იქცა რამდენიმე ნაკვეთი. მათგან ერთი ზურა ბურდულს ეკუთვნოდა. ქვეშეთის მცხოვრებმა იდავა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გზების დეპარტამენტსა და ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს მის სასარგებლოდ 314,000 ლარის გადახდა დაეკისრა. გზის მშენებლობაზე სხვა ადგილობრივებიც მუშაობენ და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება. ბუნებას ცუდად შეეხნენ, კარგად შეეხნენ, კულტურული მემკვიდრეობა დაანგრიეს, საფლავები ჩამოყარეს. კაი, აი ეს უკვე გავლილი ეტაპი გვაქვს და რაც გაფუჭდა დიდი ალბათობით ამათ ხელში არც არაფერი ეშველება. მაგრამ მთავარი რჩება ეხლა. შენდება ხიდები, კეთდება გზები, შენდება გვირაბები, რომელიც არის აბსოლუტურად ესე იგი იმ სტანდარტის გარეშე გაკეთებული, რითიც უნდა გაკეთებულიყო.
აქ სიარული სამომავლოდ ჩვენი შვილების ანუ ნებისმიერი ადამიანისა, რომელიც ამ გზაზე გავა, იქნება საფრთხე. ანუ არავინ არ იცის ამ ხიდზე ვის რა მოუვა, იმიტომ რომ იმდენად დარღვეულია ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ეს უნდა გაკეთებულიყო. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბოლოში გრჩება გზა, ხიდები, გვირაბები, რომელიც არის აბსოლუტურად ყველაფერი არის ისე გაკეთებული, რომ ადამიანი უნდა ელოდოს ყოველწუთ საფრთხეს. ქვეშეთი კობის გზის მშენებლობა 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს. რამდენი ათწლეული უნდა იხადონ ამ საეჭვო ინფრასტრუქტურაში გადახდილი ფული საქართველოს მოქალაქეებმა, ცნობილი არ არის. ადამიანების, კერძო საკუთრების, კულტურული მემკვიდრეობისა თუ გარემოს გათვალისწინებით, რაც მშენებლობამ გაანადგურა, რუსეთის გზა საქართველოს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა.